მოგზაურობა საინტერესო იქნება. ბათუმი კინემატოგრაფიის ნავსაყუდელი. კინომახსოვრობის ფრაგმენტები და ბათუმური კინოვერნისაჟი. ალეპოს ოსმალი ვინმე ავს დიდეთქმ ямაკი კონზე მოსული ვენეციელსა სანდერსა ამის ქვეყანას რუში უდიარი სიტყვებით მოიხსენიებდა მივსი გადაცემათა ციკლში კინოქალაქი. ეი შერბინა გაიყო რა ამბავია ამო დრიამს ის ამოსლას უყურებ კარგი რა არ მოგდეს და ყოველდღე ერთი და იგივე სპურები არ ხომ მეკუსთხოვე ის ამოვიდეს რა ძაღლით ძაღლი შეიძლება თუ კინა მაინც და მაინც მე შემჭამოს არა ტირალაზე მქონდა გადაღებები ბევრი შემდეგ თვითონ ბათუმში ქობულეთშიც პლაჟზე ხდებოდა ეს ქობულეთში არაჩვეულებრივი პლაჟი იყო ყოველთვის და ფაქტიურად ფილმს ვიღებდით ამ საზღვრის პრობლემებზე კი არა ადამიანზე რომელიც საზღვარზე არის ქართულ ადამიანზე პრობლემები ქონდა შემდეგ როდესაც უკვე ფილმი გადავიღეთ და ჩაბარების დრო დადგა და მაშინ იმდენი რაღაც ამოგვიჭრეს და ძირითადი ესეთი რაღაც გადაღება არ მოგწეს რაც რის გამოც ფილმი ძალიან დაზარალდა Сюда, подальше! Поливайте столбы! Поливайте столбы, ясно? Так точно! Если перейдет на заборе, то дело дрянь! Дуду! Я! Рубить столбы! Есть! Семушкин! Я! Лавочкин! Я! Быстро взять топоры, рубить столбы! Ясно! Коля, давай топор сюда, Коля! Ребят, не жалейте воды, поливайте! Ух, холодно! ყველაზე მთავარი მომენტი, რაც ამ საზღვარზე გადაღებულ ფილმთან იყო დაკავშირებული, იმასთან იყო დაკავშირებული, რომ იქ არის ახალგაზრდა კაცის ჩამოყალიბება გარემოში, სადაც თვითონ ორი ქართველია, სულ ერთი უფროსია, მის და მეორე თვითონ არის სასაზღვრო რაზმი, რომელიც იცავს საზღვარს, ოღონდ საბჭოთა კავშირის საზღვარს, თურქეთის საბჭოთა თურქეთის საზღვარს. დილამშვიდობის ამხანაგებო. გაიმართეთ, თავი მაღლა, ადგილზე ნაბიჯით. იარ. 1 2 3 Чакалу, наряд прибыл. У нас без происшествий. Направо. მაგრამ აქეთ მხარესაც აჭარაში და იქით მხარეს თურქეთში ქართველები ცხოვრობენ და აი ამ პირობებში ყალიბდება ეს ადამიანი და რაღაც მომენტში ის მშვენივრად ხედავს რომ იქ დახმარება ჭირდება და ამიტომ ტყვის ქვეშაც კი უნდა გავიდეს დაეხმაროს თუ ის ადამიანი არის და ამის უფლებას მას არ აძლევენ. აი სწორედ ეს გადამწყვეტი მომენტი რომელიც ადამიანს კაცად ჩამოაყალიბებდა რა მორალურ ადამიანად ეს მომენტი ამის გადაღების უფლება არ მომწეს და ბევრი რამე კიდე ამორჩეს ფილმი და რაც ჩათვალეს რომ ეს საზღვარზე არ შეიძლება ხდებოდეს.
Ну что, бабусь? Чего ж благодарить-то? И так все понятно. Ну, ребятки, ну, взяли. Раз, два, ясно? Нет. Сначала. Раз, два, ну, понятно? Джакели, смотри, куда мы попали. Давай, Катя. Топор, кирка, ала. იქ ისეთ კურიოზებამდე მივიდა საქმე, რომ თელი როლი ამომაღებიეს, რომელსაც რეზო ჭეიშვილი ასრულებდა. წერლის როლს ასრულებდა იქ. თვითონ რეზო თამაშობდა. სცენარი ხო ნოდარ დუმბაძის იყო და აი ნოდარი არ იყო, რეზო თამაშობდა ნოდარს, თუ შეიძლება ასე ითქვას ხო. ეს მთელი ეს მონაკვეთი ამოიღეს, არ შეიძლება იქით იყურებოდესო აქედან ადამიანი, ესე იგი სპეციალურ დანადგარში არ შეიძლება ქართველი მწერალი იყურებოდეს თურქეთის მხარეს. ასე გადაწყვეტეს გენერლებმა. ამოიღეს მთელი ეს ეპიზოდი, მაგრამ წარწერა ქართულად ხო ვერ წაიკითხეს იმას და ამიტომ ფილმის ტიტრები რომ მიდიოდა, რეზო ჭეიშვილი მწერალი ეწერა, ფილმში რეზო ჭეიშვილი არ იყო. აი ესეთ კურიოზამდე მივიდა საქმე ბოლოს და ბოლოს ხო. გამარჯობა გოგო, მიცანი? Мунча варчума, картан დღეს ვარ გძირობი. Скани учину бусмун. Ну, ребятки, собирайтесь. Живо, быстро. Ну что, бабусь, не стоит благодарить. Ай, მოვედით თქვენთან სტუმრად. Кайдулия доყვით, ტრანგი გოხელან. Стоп, бабуся, дальше ни шагу, нельзя. წავედი აბა. Кай, რა ქვია გოგო? მევნუნემ ჯოხოს. Мы ж соседи. ახომდის მეუნუნე. Кайте. Ходи. სუდოვი მაგინებს. შენებულისათვის ინაღა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. კიდევ კარგი ბრძანება მოგვისრო. შხარტიშვილმა ყველას მადლობა გამოუცხადა. მე კი დამსაჯე. სადგარბოდი რა იცოდე ბრძანება რომ მოვიდოდა. მე თვითონ არ ვიცი რა მინდა. საერთოდ ფილმს როცა იღებ, თუ ის დაპირისპირებაში, წინააღმდეგობაში არ შეიცვალა მისი ასე ვთქვათ აზროვნება, მორალი არ ავიდა რაღაც გარკვეულ დონემდე, ისე ფილმი კარგავს ასე ვთქვათ იმას, ეს დრამატურგიის კანონი არის და აი როცა ეს საკვანძო მონაკვეთები ამოიღეს, ну фильма დაკარგა ის აზრი რაც მას უნდა ქონოდა. А в чем дело? Зудов, к нарушителю. Ты что, Джакели? Трибунал захотел. Зудов, пусти. Джакели, самосуд устраиваете. А ну разойдись. Назад. Зудов, пусти. Пусти, Зудов. Часовой. А ну разойдись. Джакели. В чем дело? А ну, кругом. Кругом я сказал. Шагом марш. Джакели, шагом марш. Сади Джакели. გამიჯერები ჯორაც არ შეიძლება. ვფიქრობ, რომ ღირებული არის ყველაზე მეტად აი მთავარი როლი თვითონ და შემსრულებელი მისი გია იაშვილი, რომელსაც მართლა ძალიან კარგად გააკეთა ეს, თუმცა აი რახან ეს ცენტრალური ფსიქოლოგიური გადამწყვეტი ეპიზოდი არ არის, ამითი ხასიათი დარჩა მხოლოდ ხალისად და ბოლომდე ვერ იყო მიყვანილი, აი გარდატეხა ადამიანის კაცად ჩამოყალიბება, ეს სამწუხაროდ ვერ შედგა. ეს რა არის ჯაყო ლექსია? დედა. წერილი მივიღე. დედა ლაქებია რა გატირებს. ომში ხო არა?
სურათს გიგზავნი. ორნი ვართ. შავი ჯაყელია, მეორეს ალბათ მიხვდება. ჯაყელს დედა არ აყავს. სულ იმას მეკითხება, დედაჩემს როგორი თვალები აქვს. რომ უკვე ბიფიცებს, დედაჩემსაც ეგეთი თვალები ჰქონდა. ალბათ არ ტყუის. დედას იფიცებს. თუ ქართველი დედას იფიცებს, ეს ხაზზე დაფიცებას უდრის. კიდე მეც. სასაცილო ხალხია ქართველები. საქართველოზე სადღიძელს რომ ამობენ, ზოგჯერ ტირიან კიდეც. წინ ამანათი მიდევს. ურ შენი ბეღლის სუნი აქვს. მურაბა შენი ბაღის სუნი. ამანათ ჩვენი სახლის სუნი. ერთი ჩემს პურის ყანაში მაგორავ. ჩემს ტრამაზე მარბენი. ორი თვეღა დარჩა დედა. ჩამოვალ და ჩავაბარებ ინსტიტუტში. წერ შენი შვილი პედრო შერმა. შერმინას დედა აყოლია. არც სახლი ქონდა, არც ბაღი. უკრაინას არასოდეს უნახავს. ინტერნეტში გაიზარდა. გორში. მაგრამ მე მშურს მისი. იმიტომ რომ მას ეს ყველაფერი უყვარდა, გესმით? ოდარვაში ეს წელი დადერა და 29-ში დაიღუპა. ძალიან მინდოდა დამაჯერებელი და არა გათამაშებული ყოფილიყო და ამიტომ აი ეს საზღვარზე წავიყვანე ისინი, ვინც არასოდეს კინოში მანამდე არ მონაწილეობდა. არამსახიობები იყვნენ, ძირითადად. რუსები, უკრაინელები, ჩემი სტუდენტები იყვნენ მაშინ ისინი, ეს პირველი სამსახიობო სკოლა იყო კინოსტუდია ქართულ ფილმში. ბატონი რეზო იყო ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი. ერთ-ერთის მე ვიყავი და იქიდან რამდენიმე ძალიან კარგი ასისტენტი ჩამოყალიბდა. დღესაც მუშაობენ კინოში ისინი და აი რამოდენიმე ახალგაზრდა იყო, რომელმაც ზოგიერთმა მათგანმა მერე გააგრძელეს სწავლა თეატრის და კინოს უნივერსიტეტში, ხო. ისე მაშინ სულიად ახალგაზრდები, სტუდენტები იყვნენ და აი ის წავიყვანე გადაღებაზე და მთელი ის ჯგუფი ჩემთან ერთად იქ. ქავთარაძე, ნანა ქავთარაძე ერთ-ერთ როლს ნანა თამაშობს. ქორწილის შემდეგ ძალიან ცნობილი არაჩვეულებრივ მომხიბვლელი ადამიანი და კარგად გააკეთა ძალიან ის როლი. ნანაც ხომ მსახიობი არ იყო, არც გიაიაშვილი. რა არის ეს? დათვისბელია, დედა მოუკლეს და თუ მთელი ღამე არ გძინები. ამის გულისათვის იყო ასეთი ამბავი. ამის გულისათვის ვერთ. შენ ვინ გასწავლე ჩემი სახე? რა ვიცი ვისა. ეგრე მომიყურებ არ შეიძლება. ესო ესე ვიყურე. ტყუილია. შეიძლება ტყუილიც იყოს. ფერიდე. შეიძლება კვირა შენთან მოვიდეს თუმრად? არ შეიძლება ჯერ. შენ საერთოდ ჩემი სახელი. მე ყველაფერი ვიცი. ფერიდე არ დახვიდე რა. მაინც რა იცი? ვიცი. მაინც. ყველაფერი ვიცი, ყველაფერი. ვიცი პოსტაში რომ დარბი ხარ ყოველდღიურად და შეყვარებული წერილს არ გწერს. უმაღლესი რომ ვერ მოეწყო ეგეც ვიცი. აი ღამღამობით ალი ხორავას მანდარინებს რომ იპარავ ეგეც ვიცი. ბათუმის შემდეგ მე მგონი არ მახსოვს რო გადავდიოდით უკვე ჭოროხს,
იმის შემდეგ უკვე იქით არავის არ უშვებდე. ის კი არა, მე კარგად მახსოვს, ერთხელ ერთი ამბავი ატყდა, ღამე ყველა გაგვაგვიძეს წამოყარეს, იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი ასისტენტი დათვრა და აღარ მახსოვს რა დაემართა, დაუვარდა რაღაც იმაზე და იქ ხო დახნული იყო, იცი ამ ღობის აქეთა საბჭოთა საქართველოს მხარეს და რაღაც დაუვარდა, მე მგონი სცენარი თუ რაღაც და გადადგა ნაბიჯი აიღო ისა და ისევ ამოიდო და წამოვიდა, მაგრამ მესაზღვრე ნაბიჯი რო ნახა დადგმული იქით მიმართულებით და ესე იგი სადღაც დადგა ადამიანმა ფეხი და გაქრა საზღვარსიხით, ერთი ამავე ატდა და მერე გამოირკვა რომ ეს ჩვენი ასისტენტი იყო, ვინც სცენარი დაკარგა. ეთერშია რადიო გაზეთი საქართველოს შპიონები. უყურე შერბინა მასწავლებლების სომა ისევ დაიწყო ჩვენი თვალიერება ჩაიწერე მე მგონი ეგ ხალი მაგათი მზვერავია კი ნამდვილად მაგათი მზვერავია ხო აი ეგრე ხო რა დიდებული ხალი ქონია გოგო რა ქვია გოგო მე რა ქვია მე ავთანდილი ვარ ჯაღელი ოღონდ იცოდე სამხედრო საიდუმლოება არავინ არ უნდა იცოდეს თვითონ ნოდარ სცენარში ეგ ძალიან კარგი ეპიზოდი, როცა სიმღერით ელაპარაკებიან ისინი ერთმანეთს. აქედან წაიმღერებს, რომ იქ მოგვიყოს ჩვენ ეს ისტორია, რომ ნუ ფილმში მე ეს აღარ მოგწეს, ამორჩეს ბუნებრივია. რომ წაიმღერებდა, რომ ისაო ძმაო მეო, აი მაშიო ცოტა ხანშიო რაღაც ჩამოვალო რაღაც და იქიდანაც რაღაც სიმღერით პასუხობდა. მერე ისინი რომ მიდიოდნენ აქედან ხომ და წასულიყავი მოსკოვზე, მოსკოვიდან სტამბულში, სტამბულიდან სარფში და ერთი კვირაკი გადიოდა ამ მოგზაურობაში და აი ესე მერე ხვდებოდნენ და ისე ჩვენ გვინახავს იქ ეპიზოდი, როდესაც აქედან წასული ადამიანი იქ რო ჩავიდა და აქედანაც როგორ უქნებდნენ ფანჯრებიდან ხელებს და იქიდანაც როგორ იქნებდა ჩავედია. ძმასთან თუ ნაცესავსთან არ. დიდხანს ღორჯომში ვიყავით ჩვენ და ღორჯომში ვიღებდით იქაც ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ იქ უკვე ისლამთან არის დაკავშირებული და რწმენასთან არის დაკავშირებული განსხვავებულ რწმენასთან, ქცევასთან, განსხვავებულთან, ქალთა ქცევასთან, რომლებიც როგორც კი აი თქვა მაგალითად თოხნის, ხო? და შენ მიდიხარ რაღაც გადაღებაზე, ძებ კაცები არიან თქვა ჯგუფში. მიტრიალდება, აიფარებს იმას, ეს მაშინ ასე იყო, ეხლა ალბათ უკვე ესე არ არის და ელოდება, როცა ჩაივლის კაცთან ურთიერთობა მისთვის ასე თქვა აკრძალულივით ურთიერთობა იყო. თუმცა ასაკოვანი ქალები სრულიად თავისუფლად შვილიშვილები მოყავდათ ბავშვები გადაღებაზე და ურთიერთობა ჰქონდა ძალიან კარგი ყოველთვის მათთან ისეთი. შერბინა, ჩაიწერე. მასწავლებელი გამოვიდა თავის სახლიდან. წერ ჯაყელო, წერ. ეგ ზეპირადაც ვიცი რაც მოხდება. აი რამე ახალს თუ ნახავ, მაშინ მითხარე. შენ რასაც გეუბნებიან, ის ჩაიწერე. ბიჭო, წერ. აი შეხედე. Учитель вышел из дома. 7:30. ხო და ეგრე.
რა უნდა აქ ამ ხალამ? ჩაწერე შერბინა. გასაგები. წაშალე შერბინა. ხამს ხალი კი არ გვაწყენე ჩვენ. კი არ გვაწყენე, სად არის? მაინც შეიტყვა ხო იცი სხვენზე. ჩადი ბიჭო, ჩადი დაგაგვიანდა. ჩაყელო, ისე ვიქცევს ბეგლარი. შენ რა გესმის შერბინა? ნუ ბევრჯერ მახსოვს ესეთი რაღაც რომ შემიყვანეს ჯამეში იქ. მაშინ იქ ლოცვა და ის არ იყო საწყობივით ჰქონდათ ეს. თუმცა არაჩვეულებრივად საინტერესო გაფორმება იყო, აი ფერებით ჭერის და ამისი გორჯომში დეკორირება იყო ესეთი ლამაზი ძალიან. და მე მახსოვს ესე იგი რა დაემართათ იქ მოხუც ადამიანებს, რომლებიც იქ აღარ შედიოდნენ, როგორი რწმენის რაღაც ელემენტი ჰქონდა. ან და თქვა მოდიოდა გარკვეული დრო და ნებისმიერ ადგილზე სადაც არ უნდა ყოფილიყო, თუ ჩვენთან გადაღებებზე იყვნენ ყველანი, ესევე გაშლილდნენ პატარა ნოხს, დაიწყებდნენ ლოცვას და ჩვენ ვიცოდით რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშალა ხელი. მერე გაივლიდა რამდენიმე წუთი, მორჩებოდა მას ყველაფერს, წამოვიდოდა ისევ გააგრძელებდა იმის კეთებას, რაც თქვა გადაღებაზე დავალებული ჰქონდა. სხვა პირობები იყო ცხოვრების, სხვანაირი ცხოვრება იყო. გარდა ამისა, იქაურმა არქიტექტურამ აი ძალიან მომეწონა, ესე იგი, როგორი პრინციპით ჰქონდათ ეს ხის სახლები აშენებული, რამდენიმე სართული, რომელ სართულზე რა იყო განლაგებული, რატომ იყო ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურად იყო, იცი, ყველაფერი განსაზღვრული, სად იყო საქონელი, სად იყო საცხოვრებელი ოთახები, სად იყო შესანახი რაღაცა, სად იყო საძინებლები, სად იყო სტუმრისთვის. ეხლა დღეისაც აღარ ვიცი იგივე არის თუ არ არის, მაგრამ როგორც სამუზეუმო ალბათ არის იქ შენახული. არაჩვეულებრივად საინტერესო მხარეა, აი მთიანი აჭარა. არაჩვეულებრივად საინტერესო მხარე. ჭამჭა. ერევი, მოდი. გახდა შენ მერაბია. სულ მამამისად ბერენს გახსა. დედამის. დედამის. დათვის ბელი. ბელი, რომელსაც ხოჭორ ჩვენთან აქ სახლში ვსდიდით ის საკმაოდ დროის განმავლობაში. ფოტოებიც გვაქვს გადაღებული, ვაჭმევთ ძეს, ამ სოსკით ვაჭმევთ ყველაფერს და მერე გაიზარდა, მერე იფხაშნებოდა შაშინლად. გადავიღეთ ის დათვი და მერე ის დათვი კინოსტუდიაში იყო, კინოსტუდიაში გალიაში და ეს ის არის, მერაბია ერქვა იმ დათვს. ეს ნოდარ დუმბაძესაც რომანში მერაბია ქვია და ჩვენს მერაბია და თვი როდესაც ჩვენ ვამზადებდით ფილმს ჩამოგვიყვანეს დათვის ბელი. არ ვიცი სადღაც ინადირეს როგორ ჩანს და დათვის ბელი დარჩა და ჩამოვიყვანეთ მაშინ. ჩვენ ხო იქ დიდი ეპიზოდი ქონდა რომელიც მერე არ შევიდა დათთან. Вкусно. კარს გაჭმევენ მერაბია, კარს გასმევენ. კვირაობით ბავშვები მოვლენ მშობლებთან ერთად. წამო. კამპეტებს შემოგეყრიან გალიაში. იცი ხანდახან შეიძლება ქვაც გაახვენ ქაღალდს და შემოგიდოთ. მაგრამ არ უნდა გეწყინოს. ეგეთ რაღაცები მეც გამიკეთებია ადრე. აი ხე შენ თუ მითხარი. წეში ბევრი 2-3 წლის მეტი იცხოვრ. აი ღირს ამ 2-3 წლის გულისათვის წეში და ღრეში ბორიალი. ეპიზოდი იყო ასეთი რომ ტყეში ეს მესაზღვრეები გადააწყდებიან დათვს, რომელსაც ბელი მკვდარი ყავს ბელი და ჩვენ გვინდოდა რომ ამ დედა დათვს დაეტირა ეს ბელი და ვიცოდით რომ სოჩაში იყო მაშინ ერთ-ერთი მწვრთნელი
ცირკის მწვრთნელი, რომელსაც დათვები სახლში ყავდა. ჩავედით მასთან, მოველაპარაკეთ, მან თქვა, ერთ თვეში აი ეს ჩემი დათვი გააკეთებს ყველაფერს, რა თქვენ გჭირდებათ. იტირებს, დაიტირებს თავის მკვდარ ბელს. ნუ ძალიან გავიხარეთ ყველაფერი და ერთი თვის შემდეგ ჩამოიყვანეს ის დათვი ჩვენთან. დათვი იყო უზარმაზარი, სახელად ერქვა ჯევოჩკა. დიდი იყო 2 მეტრიანი, ციმბირის დათვი იყო. თვითონ ეს მწვრთნელი იყო აი ცარიელი კუნთები რა, დათვებთან რო გექნება საქმე, რო ეჭიდავები თუ რაშვები არის მასთან ერთად, ასე თუ ისე და სულ დაგლე დაფხაშნილი იყო, სულ ისინი ქონდა, შრამები ქონდა. როცა ჩამოვიდა, ავედით, გავამზადეთ ბუნაგი ყველაფერი, ეს დაჭრილი თუ რაღაც ისა ერთ-ერთი მკვდარი ბელი, მეორე ბელი ის მერაბია უნდა ყოფილიყო, რომელიც გადავიდეთ ფილმში. და ასეთი იყო, რეპეტიცია გაიარა მან და რეპეტიციაზე კისერზე ამ მწვრთნელს ეკიდა ქილა, რომელშიც იყო შედედებული რძე, თქმილი რძე. ფუნჯი იყო შიგ ჩადებული, მივიდა ამ დათვს წაუსვა ყველაფერი, ბელი სუნთლიანად ამ შედედებულ რძეში იყო, თან რკინა ეჭირა არმატურა ესე უჩვენებდა, არ გაბედომისლაო და როდესაც მოშორდა და რეპეტიცია ჩვენ დავიწყეთ, მიუშვა ეს დათვი ეცა ამ მკვდარ ბელს, აიყვანა და დაუწყო ტლაკვა, კოცნა, ხვევნა, იმ დროს თქმილი იყო ეს რა სულ. ნუ ისეთი ეპიზოდი იყო, ნუ აი სულ თავში ხელი ვირტყი, რომ როგორ არ გადავიღე, იმიტომ რომ კამერა არ ქონდა გამზადებული. მეორე დილისთვის ყველაფერი გავამზადეთ, საღამოს გავამზადეთ, დილას უნდა გავსულიყავით გადაღებაზე და ღამე დატრიალდა რაღაც საშინელება გაცო. ესე იგი ატყდა, ხმუილი, ძაღლების ყეფა, გალიებში ყველანი ესენი არიან, გამოვარდით, რას ვხედავთ, ეს მწვრთნელს ამას არმატურა უჭირავს, იქნებს, ურტყავს, კიდე 2 ოღონდ ეს აჭარელი დათვი იყო რა, პატარა. ეს ჯევოჩკა აზანზარებს იმაში ზის, ჯევოჩკა დედალია და ესენი მამლები მოვიდნენ ტყიდან ამ ჯევოჩკასთან და ნუ ძლივს მოვახერხეთ და გავყარეთ ეს დათვები, სროლა იყო ჰაერში ყველაფერი და მაგრამ ვერაფერი ვეღარ გადავიდა. სუფეხებზე ეკიდა არმატურაც შესაშინებელი, თაფლიც გუშონი რძე შედედებული და არაფერი აღარ უნდა და იმ 2 პატარა დათვის გარდა. ჩაგვეშალა ყველაფერი. გია მაშინაც ხატავდა და აი კარიკატურებია გაკეთებული ჩვენი გადაღებების და მე ძალიან მიყვარს ეს თავის რაღაც წარწერებით, სასაცილო რაღაც სიუჟეტებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან მიყვარს ეს, იმიტომ რომ გია მაშინ უკვე ხატავდა. გია არის ძალიან კაი კერამიკოსი არის დღეს. დედაც კერამიკოსი არის, მისი ალდე კაკაბაძე, მამაც რეზო იაშვილი, ერთ-ერთი შავი კერამიკის ხელახლა აღმომჩენია საქართველოში უკვე მე-20 საუკუნეში. არაჩვეულებრივი ოჯახი იყო საერთოდ და არის კი. Ағамენко, давай! Построили поряда Хориков Кассиона, наша рота в наряде поймала шпиона. Построились 2 ряда, чум-чайра-чайра, Хориков Кассиона, чум-чайра-чайра. Наша рота в наряде, чум-чайра-чайра, поймала шпиона, чум-чайра-чайра. Построились 2 ряда, чум-чайра-чайра, Хориков Кассиона, чум-чайра-чайра. Наша рота в наряде, чум-чайра-чайра, поймала шпиона, чум-чайра-чайра. Построились 2 ряда, чум-чайра-чайра, Хориков Кассиона, чум-чайра-чайра. Наша рота в наряде, чум-чайра-чайра, поймала шпиона, чум-чайра-чайра. Построились 2 ряда, чум-чайра.